მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ეს არის ჩემი ვიდეობლოგი ურთულეს თემაზე, გულახდილად გეტყვით, თემაზე, რომელზეც ძალიან დიდ ხანს ვიფიქრე, უმძიმესი სიტყვა გამომივა, ამასაც გეტყვით, მეორე დღეა ამაზე ვფიქრობ ინტენსიურად, ასე ვიტყვი, რომ მთელი ღამე არ მეძინა მეთქი. იმასაც გეტყვით, რომ შეიძლება აზრსაც ვერ მოვუყრი თავს ბოლომდე მიზესთა გამო. აქვე ვაღიარებ, რომ ეს ჩემი სიტყვა, ეს ჩემი ვიდეობლოგი იქნება ბევრისთვის მიუღებელი, ბევრი გამაკრიტიკებს ამის გამო, სამართლიანადაც გამაკრიტიკებს მეთქი, ასე ვიტყვი. არ მოეწონება ჩემი ზოგი სიტყვა თუ ყველა არა, ზოგი სიტყვა მაინც. მეც გულახდილად გეტყვით, თვითკრიტიკული ვარ. ამ ორდღიანი ფიქრის შემდეგ, მოდი ასე გეტყვით, გულახდილად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე მეთქი. რამდენად კარგია, რამდენად სწორია ის, რასაც ვიტყვი. ბოლომდე ამ ყველაფერში დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ გულახდილობა სჯობს, გულალალობა სჯობს, რომ ვაღიარო, ასას ვფიქრობ ის გაგიმხილოთ და უკლებლივ ყველაფერზე კი არა, იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელზეც მთელი საზოგადოება ან საკუთარ თავთან მსჯელობს, ან საახლობლოში, ან სამეგობროში, ან უფრო ფართოდ, ან სოციალურ ქსელში, Facebook-ზე მსჯელობს, ამაზე მეც გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები. იცით თქვენ, ყველა მიცის, რომ ყველაზე მეტად, ყველაზე უფრო ბანდა ხელისუფლება, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლება უფრთხოდა და უფრთხის რუსთაველის, ეშინია მას რუსთაველის გამზირის აქციებისა, პროტესტისა, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის გამზირის პროტესტისა, ბანდას ეს ყველაფერი ანგრევს რუსთაველის პროტესტი. 100 კაცი, რომელიც კეტავს, 200 კაცი, რომელიც კეტავს რუსთაველის გამზირს, მას ანგრევს 200, თუ გნებავთ 500, ესე ვიტყვი, თუ გნებავთ 5000, 50000 თუ კეტავს, ხო, საერთოდაც ძალიან გადანგრეული, გადაფხრეწილი, გადანადგუნებული, გაუბედურებული, რო არ იცის გამოსავალს, რო ვერ პოულობს 50000 კაცი თუ კეტავს, იმ მდგომარეობაში არის ხოლმე ხელისუფლება ბანდა, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ 50000 კაცი იშვიათად და მოდი ასე ვიტყვი, სულ უფრო იშვიათად გამოდის, არა თუ 50000 კაცი, არამედ 5000 კაციც კი ვერ გამოდის აქციებზე ყოველდღიურ რეჟიმში. 500 კაცი თუ იყრის თავს, ესეც დიდი ბიჭობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ გაჩერებულა. ამ 500 კაცს, მოდი თუ გნებავთ ცოტა სხვაგვარად ვიტყვი, მადლობა, რასაკვირველია უნდა გადავუხადოთ. ეს 500 არის თავდადებული გმირი და დანარჩენები მსხედვართ პირველ პირში ვიტყვი. მე ამას სახლებში, ხო, მაგრამ ფაქტია, რომ 500 კაცი 600, 700, 1000, 1500 გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა არ ხდება, ვერ მრავლდება ეს აქციები და ამ თვალსაჩინო მცირე არამორალური, მაგრამ გარკვეული უპირატესობა ბანდა ხელისუფლებას აქვს საკუთარი პროპაგანდისთვის ყოველ შემთხვევაში, როგორც ასეთი. მაგრამ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო ისიც უნდა ვთქვათ, რომ მართლა შეუძლებელია 5000 კაციანი კი არა, თუნდაც 1000 კაციანი აქციის გამართვა ყოველდღიურ რეჟიმში, რუსთაველის გადაკეტვა 5000 ან თუნდაც 1500, 2000, 1000 ჯანდაბას მოქალაქის მიერ და ამიტომ ერთმა თუ ორმა ასეულმა ამ პირებიდან, ხო, 200 კაცმა მეთქი აკითხარით, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ყოველდღიური გადაკეტვებს ყოველდღიურად ისინი კეტავენ, ერთი და იგივე სახეები კეტავენ რუსთაველს, გადიან მერე მეორე დღეს კეტავენ, აჯარიმებენ ამ ადამიანებს, მესამე გამოდიან, ბრუნდებიან სახლში, მიდიან საღამოს 9 საათზე, 8 საათზე, ისევ კეტავენ, ისევ აჯარიმებენ. და ასე დაუსრულებლად უკვე რამდენი ხანია გრძელდება და ეს 200 კაციანი მიტინგიც კი საკმარისია იმისათვის, ნახეთ, ვთელავ, თითქოს მივდივარ, ხო, რაღაც აზრამდე საკმარისია იმისათვის, რომ ბანდამ თავისი ავიზრახვები ვერ მოიყვანოს სისრულეში, ვერ დაღუპოს საბოლოოდ, ისე რაც ხო დაღუპვის გზაზე ვარ, ხო,
ვერ დაღუპოს ეს ქვეყანა საბოლოოდ და სამუდამოდ 200 კაცის კი კმარა ამისთვის 200 კაციანი პროტესტი არა და ბევრი განზრახვა აქვს ამ ბანდა ხელისუფლებას ბევრი ცუდი საქმის გაკეთება ჩადენაგან უზრახავს მას ბევრი ცუდი საქმის ჩადენა უნდა ახლა ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ 1000 ჯერ მეტჯერ შესაძლოა ოდნავ ნაკლებჯერ ვისაუბრია ხო ეს არის ასე მაგალითად ბოდიშის მოხდა ვიტყვი ამაზეც ორ სიტყვას ეს არის ასე მაგალითად ნეიტრალიტეტის გამოცხადება ეს არის ასე მაგალითად რუსული ჯარის დაკანონება საქართველოში ეს არის ასე მაგალითად მანამდე რეფერენდუმის ჩატარება რუსებისთვის ბოდიში ეს არის ასე მაგალითად პარტიების გაუქმება ეს არის დემოკრატიის გაუქმება რა არა აი რომელი ერთი აი ალბათ რომ დავიწყოთ ერთი 30 მსაკრული საქმე გაგვახსენდება რაც ჩასადენი აქვს კიდევ რაც ჩაიდინა ხო ბევრია მაგრამ რაც ჩასადენი აქვს ბოროტებანი ამ ბანდა ხელისუფლებას იმიტომ რომ ეს არის ეძინაია რასიას პუტინის პარტიის აქაური ფილიალი ეს არ არიან ქართველები ქართულ გვარიანები კი არიან მაგრამ არ არიან ისინი არსით კონცეფციით მიდგომით ფილოსოფიით სულისკვეთებით ქართველები ესენი არიან მსახურნი რუსეთის ეს ყველამ ვიცით და თუ ამ კუთხით შეხედავს მთლიანად საზოგადოება ყველამ ვიცით მეთქი ესე ვთქვი მაგრამ ყველამ არის ის საბოლოო ჯამში ეს რაც გონიათ რომ ესენი ქართველები არიან ბევრს გონია ასე მაგრამ თუ ყველა შეხედავს სწორედ ასე მათ ამ ბანდას საბოლოო ჯამში 300 500 1000 კაცს ვინიცის და უფრო იოლის კი იქნება მათი გასტუმრება ხო მადასტურებელია ვიტყვი ამასაც ალალად გეტყვით რომ ბიზინა ივანიშვილის ავის რახვების მადასტურებელი არის ბევრი რამე და შეიძლება ასე სიტყვას რომ ბიზინა სადღაც ეჩქარება კიდეც და მას გარდაულად სჭირდება აქციების აი 200 კაციანი აქციების ამოშანტვა, მოსპობა, დანგრევა, ხო, ამ 200 კაცის განდევნა რუსთაველიდან. მას ბიზნეს გონია რომ ამით პროტესტი მიილევა, არ მიილევა, სულ რომ შეიყუჟოს სამზარეულოებში, შეგხუჟოს სამზარეულოებში. მეტი გაცილებით ვიდრე 100,000-ია, 9 მილიონი, 1 მილიონი მოქალაქე დემოკრატიული პროცესები რომ მიმდინარეობდეს ჩვენს ქვეყანაში ცოტა ნერვიულობ კიდეც ამ შემთხვევაში დემოკრატიული არჩევნები რო ტარდებოდეს, ასაკურველი იოლად გავისტუმრებდით რუსებს, მაგრამ დემოკრატიასაც რომ არ უშვებს ბიზინა ივანიშვილი და აქ ავტორიტარიზმს რომ ამყარებს, აქ დიქტატურისაკენ რომ მიდის. ხო და ამ დამდგარი ავტორიტარიზმის თუ მოახლოებული დიქტატურის შემადგენელია ის, რაც ბიზინა ივანიშვილმა პერსონალურად გააკეთა ამ 2 დღის წინ გუშინცით, ხო, შემადგენელია ის კანონი, რომელიც იმ კონკრეტული, კვლავ ვიმეორებ, იმ კონკრეტული 200 მოქალაქის წინააღმდეგაა მიმართული, ვინც რუსთაველის გამზირზე გადის ყოველდღიურად, ვინც რუსთაველის გამზირს კეტავს. 15 დღიანი პატიმრობა, იქ არის პირბადეებზე ლაპარაკი, პირბადეების გარეშე ხარ თუ არა ხარ 15 დღიანი პატიმრობა და თუ გაიმეორე, მე 16 დღეს ხო გამოდიხარ. თუ გაიმეორე მე 1 წლიანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მე გეტყვით 15 დღიანი პატიმრობა დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის არ არის პრობლემა. 1 წლიანი რასაკვირველია უფრო მეტი ან უფრო დიდი პრობლემაა, ხო, მართლა პრობლემა. თუმცა 1 წლითაც ჩაჯდებოდა კაცი საკუთარ თავზეც ვიტყვი. ქონდეს გარანტია იმისა, რომ ამ 1 წლის განმავლობაში გარანტიაც არასწორი სიტყვა ალბათ. ხო, რომ შენ არ მოგისვამენ სხვებს, უდანაშაულოებს შენსავე. სად ხარ შენ უფრო საჭირო მოქალაქე? გარეთ თუ შიგნით ჩვენ რო ყავს მოქალაქეები დაპატიმრებულები 55 პლუს ეხლა ახალ დაპატიმრებულები პლუს პოლიტიკოსები სად უფრო საჭირონი არიან? ეს კითხვა მე არ ვამბობ რომ მაინც და მაინც გარეთ მეთქი. მაგრამ ეს კითხვა ხო მაინც ჰაერშია გამოკიდებული, ეს კითხვა ხო მაინც საპასუხო. მე 16 დღეს რო გამოვლენ, მათ ისევ დაიჭერენ, ხო? ადამიანებს ვინც 15 დღით მოიხადა ადმინისტრაციული სასჯელი და 1 წლით გაუშვებენ ციხეში. მძიმე პერსპექტივაა ვაღიაროთ ეს. თან ამუხეშად 200-ულმა არ იცის და არც შეიძლება იცოდეს ვინ ჩაენაცვინმე ჩაენაცვლება კი მათ. ანუ მეორე 200-ული გაჩნდება? თუ ესენი იქნებიან ჩაცხდება პირველი 200 კაცი და აი მეორე დღეს რუსთაველი მართლა გაიხსნება. რომ იცოდნენ დაზუსტებით და შეუძლებელია რომ იცოდნენ რომ მეორე 200-ული გაჩნდება, ამ შემთხვევაში წავიდოდა სხერპლზე, თვით შეწირვაზე კაცი.
ხო, დაუსვამდა საკუთარ თავს კითხვას მე სად უფრო საჭირო ვარო, მაგრამ საჭირო მაშინ არის ის თუ მეორე 200 საპატიმროში თუ მეორე 200-ეული, მეორე შემდეგ მესამე 200-ეული, მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ ჩნდება ჩვენ საზოგადოებაში. ანუ ისევ გადაიკეტება თუ არა რუსთაველი, მესამე დღესაც, მეხუთე დღესაც, მეექვსე დღესაც გადაიკეტება და რომც მოხდეს ასე აი მოდი ასე ვიტყვი რამდენჯერ გადაკეტვაა საჭირო რომ ბანდამ უკან დაიხიოს მათემატიკაზე ვლაპარაკობთ საბოლოო ჯამში ჩვენი საპატიმროები ისედაც გადავსებულია პირობითად დღეში იჭერს 200 კაცს 10 დღის განმავლობაში 2000 კაცს 20 დღის განმავლობაში 4000 კაცს 40 დღის განმავლობაში 8000 50 დღის განმავლობაში 10000 კაცს 10000 კაცს დაუმატებს კი თუნდაც 15 დღით ჩასმულს არა ეს 10000 ერთ ბაშად პატიმარს არ ნიშნავს იმიტომ რომ ერთგვარ როტაციას რუტინულ როტაციას ემსგავსება ეს ყველაფერი ჩაჯდა მე 15 დღეს ახალი კიდევ ერთი 200-ეული შემოვიდა მაგრამ ყავს კი ჩვენ 10000 ვინც წავა ამ ნაბიჯზე ესეც კითხვა ხო რომ ყავდეს მე გეტყვით რომ 10000 პატიმარს ეს ხელისუფლება ვერ გააჩენს ვერ ეყოფა რესურსი რომ 10000 კაცი დაიჭიროს თუნდაც 15 დღით 10000 საწოლი ადგილი არა სწორი სიტყვა 10000 ადგილი არა აქვს საპატიმროებში ყველგან ერთად და შესაბამისად ვერ აღასრულებს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას. მაგრამ გამოვა კი მეოთხე, მეხუთე, მერვე, მე-14, მე-17 200-ეული. და მეორე მე კი ვამბობ რომ ესენი გაჩერდებიან პირობითად 47 200-ეულის დაპატიმრების შემდეგ 900-400 კაცის და მაგრამ 100-ია კი მე მართალი ვარ 100%-ით. გაჩერდება კი, ანუ 50 ჯერ 200 მოქალაქე ანუ 10 ჯერ 10000 მოქალაქე ჯამში ხო? თუ დაიჭრა 50000 მოქალაქეს თუ დაიჭერს, მერე რა ხდება? თუმცა წარმოუდგენელია კლავდი მეორე კიდევ ერთხელ გავიმეორე რომ 10000 კაცი დაიჭროს. ასე რომ იყოს სულ რაღაც 50 დღე ღა დაგვრჩენია, ასე გამოდის ამ მათემატიკით ამათ მოსაცილებლად, ამათ ჩამოსაშლელად და მერე მოსაცილებლად. რეპრესიებმა რომ არ იმუშაოს საიმისო. და დასრულ გაბანძდნენ და დასრულდნენ. მაგრამ აკი გითხარით მე არ ვიცი თან ამ ბანდას გათვლილი აქვს რომ მეორე 200-ეული არ გამოვა პირველი 200-ეულის დაპატიმრების შემდეგ. და ესეც არის მათაც თავისი კალკულაცია აქვს ხო? ესეც ხო გვესმის ანუ ყველაფერი ერთმანეთზე ურთულესია. კარგი. ეს მიმოხილვა საბოლოო ჯამში და თავარი მაქვს სათქმელი რომელზეც აკი გითხარით ოიდღი ვიფიქრებთ კიდევ ხელავ მეთქი ხელავ მართლა მოვატრიალოთ თუ გებავთ თემა ვიდრე თავარ სიტყვი და ჩავთვალოთ რომ 100 ანუ პირველ მეორე მერვე მე-17 მე-15 23 24 38 მე-20 და ხო ავისი 200-ეული არსებობს და 38 დღესაც არსებობს და 200 გამოქალაქე მიდის საპატიმროში ესე ჩავთვალოთ და მე მიდის მე შემდეგი 200-ეული აქციაზე შესაძლებელია 200-ვე სიჭერენ 15 დღით უშვებენ საპატიმროში იმ 200 მოქალაქეს მეორე დღეს ისე 200 ენაცვლება დასაშვები კი არა რეალისტურია ჩვენ რო ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრობდეთ და პოლიტიკური პარტიებიც კი იყვნენ ადეკვატურნი ხო ერთი პარტია უხეშად ვლაპარაკობ 5 დღეს აიღებდა საკუთარ თავს 5 200-ეულს გამოუშვებდა მეორე პარტია შემდეგ 500 200-ეულს ეს შენი 2000 კაცი მესამე და ერთი რა ვიცი 7000 კაცს მაინც 6000 კაცს მაინც გაუშვებდნენ საპატიმრო გაუშვებდნენ ცოტა უხეშად ჟღერს ხო ანუ ეთყოდნენ რომ ეხლა გჭირდება ასე აქტივსო ესე მე კი არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ მაინც მეორე მხრივ გაჩერდება კი ხელისუფლება წოდებული თქმის კი უარს ამ სტრატეგიაზე ისინი ხომ რუსები ეძინაერასია ხომ მოსკოვიდან მიიღეს ეს შეკვეთა რომ დაიჭირეთ მეტი და მეტი მოქალაქე თუმცა შეიძლება გაჩერდეს შეიძლება უბრალოდ აღასრულონ საკუთარი ეს ჯოჯოხეთური ბრძანებები კანონი შეიძლება ვერ შეცვალონ მაგრამ აი ვეღარ აღასრულონ და გაეშვან რა უპირობითად 45 დღეს თქვან უარი მაგრამ 45 დღეში რომ 9000 კაცი იქნება დაჭერილი 9000 პოლიტპატიმარი წარმოგიდგენიათ
და ახლა თქვა ღიად არსებობს თუ არა ქართულ საზოგადოებაში არათუ 5, 7, 20, 30 1000-იანი აქციის ყოველდღე ჩატარების 30000-იანი არ არსებობს ოღონდ 5000-იანი არამედ 200 კაციანი აქციების უზრუნველყოფის რესურსიც კი სამწუხაროდ არ არსებობს ყოველდღიურად. წავა კი 200 კაცი ყოველდღიურად შეგნებულ დაპატიმრებაზე, შეგნებულად პატიმრობაზე. მე უნდა დაგამწუხროთ და უნდა გითხრათ რომ არა არ წავა, დაგამწუხროთ. მართლა 1 ან 2 მაქვს 3 მაქსიმუმ მორასეულია ვინც ამ ნაბიჯზე მიდღესაც მიდის. მე არ მივდივარ, წარმოიდგინეთ საკუთარ თავზე ვარ თავის მიმართ ვარ კრიტიკული. და ახლა მთავარი კითხვა, მაშ რა გამოსავალი აი მე-15 წუთი დასრულდა მე-16 დაიწყო, მაშ რა გამოსავალი არსებობს და რა გამოდის, მოდით უგნებოთ ასე მოვატრიალებ კითხვას. დავმარცხდით თუ მათემატიკური სიზუსტით და არა მხოლოდ ემოციით გამხედავთ პროცესებს და აქ საერთაშორისო კონტექსტს ხელსაყრელს ჩვენთვის არ გულისხმობთ. თუ ყველა ნაბიჯს გავთვლით და ამ რეჟიმს ხელში არ ჩავბუვარდებით, მე გეტყვით რომ არ დავმარცხდით. ემოციას თავისი ადგილი აქვს და მათემატიკურ კალკულაციასაც აქვს თავისი ადგილი. მე ამ ორდღიანი ფიქრის შემდეგ გეტყვით ჩემს მოსაზრებებს, ჯერ გაგიზიარებთ ისე მოსაზრებებს და არც მარცხდებით იმასთან დაკავშირებით და კიდევ გეგმაზე გეტყვით 2 სიტყვას ჩემს მოსაზრებებზე გეგმის თაობაზე და ასე შემდეგ. ოღონდ არავის არ ეგონოს რომ მე ვინმეს მოვუწოდებ მაგალითად გამოსვლისაკენ დღეს ან ყოველდღე, ხო, ვიდრე ესენი არ გატყდებიან ბევრი შეიძლება არც გამოვიდო. ვთქვათ, ვინც ამბობს რომ ვინც მოუწოდებს, ხო? ან ვთქვათ, ვინც ფიქრობს რომ მე მოუწოდებ ვინმეს გამოსვლისაკენ ის ცდება, მე არა მაქვს რანაირი უფლება რომ მოუწოდო მას. პოლიტიკური პარტიები, ლიდერები ჩემი მოწოდების გარეშეც უნდა აი მათზე თუ ვილაპარაკებ, უნდა ხვდებოდნენ, უნდა ჩახვდებოდნენ ხოლმე რომ 500 მოქალაქე გამოაგზავნონ ცოტა უცნაური სიტყვა რუსთაველზე ყოველდღე. 7 პარტია ხომ არის დაახლოებით 5, ხო? ესაა 3000, 3500, შეიძლება 4000 კაციანი და 4000 კაცი თუ იქნება რუსთაველზე, ისინი პირველ 200-ულსაც ვერ მოკიდებენ ხელს ეს ბანდიტები. ეს რუსი ბანდიტები. 8000 მოქალაქე თუ მივა, ხო, ვერც დაიჭერენ 4000-იც რომ მივა 200-ულსაც კი ვერ მოკიდებენ ხელს. მე ესე მგონია, თორე 8000 თუ იქნება და 60000 ხო მით უმეტეს ვერ დაიჭერენ. ოღონდ ესეთ რაღაც ორგანიზებულად და ასე შემდეგ. მაგრამ ამავდროულად ამის რომ 500 კაცი გააგზავნონ პოლიტიკურ პარტიებს, ამის არც ნება აქვთ, არც კრეატივი აქვთ, არც გულადობა ყოფნით. ამიტომ ასე უნდა ვთქვა, იჯდნენ ახლა, აი ცოტა მწარედ გამივა და ისხდნენ ახლა სახლებში და ითვალონ თავისი კალკულაციები. ამიტომ ეს არარეალისტურია. მეორე რაც ვიფიქრე, მინდოდა დამეწერა და ინტერნეტში გავამექვეყნებინა ფიცი. აი მე მოქალაქე ირაკლი ტაბლიაშვილი ვფიცავ. რომ 3 დღის განმავლობაში, 5 დღის განმავლობაში, 10 დღის განმავლობაში, 20 დღის განმავლობაში ყოველდღე ვიქნები 9 საათზე. გადავკეტავ რუსთაველის გამზირს. მაგრამ გამოვარო ამას იტყვის ირაკლი ტაბლიაშვილი კი არა, ჩემზე მაგრები ბევრად. ვინც მართლა რუსთაველის გამზირზე. დაწერენ ამ ფიცს. დაგვაფიცებენ ჩვენ, ხო? 5-7000 ფიცის მიმცემლის პოვნაც არ გაგვიიოლდება მეორე მხრივ, მაგრამ უფრო მეტნი იქნებიან ფიცის დამრღვევები გარწმუნებთ. მიზეს და გაბო არ ვძრახავ მაინც და მაინც, ანუ ითქვია რომ გავალთო და არ გავლეთ. მაშ რა არის, რა გზა არსებობს, რა გამოსავალი არსებობს ჩვენ სინამდვილეში? რა გზა გვრჩება? რუსთაველი უნდა მოკლას, რუსთაველის მკვლელობა უნდა, გარდაცვალება უნდა, დაღუპვა უნდა ბიძინა ივანიშვილს. ყველამ უნდა იპოვოს არადა საკუთარი თავი ამ პროტესტში. ყველამ ამ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, არ ვიტყვი ეროვნულს, განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. ამიტომ ბევრი კი არა, უამრავი რამაა გასაკეთებელი, უთვალავი რამ არის გასაკეთებელი. ყველა ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ იტყვის, იმიტომ რომ არც ვიცი რა არის გასაკეთებელი. და თუ საჭიროა უნდა წავიდეთ მართლა ადამიანები პირველ რიგში. საათ 15 დღიან პატიმრობაში. ჩვენზე ნაკლებები წავიდნენ? ხო, ჩვენზე ბევრად მეტები წავიდნენ. აი ლევანიროვა ჯობავა ის ამბობს რომ მეორე შვილს ელოდება, მეო წავალო საპატიმროშიო და მაშინ ამჭირს მე და რატო არ მივდივარ მასთან ერთად. ან ჩვენ. მოკლედ
ფრიად გააზრებულადაც უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ის, რაც მოვიფიქრე ახლა გეტყვით. ამას, რასაც ახლა გეტყვით, ამას არავინ არ გააკეთებს, მაგრამ აი იდეაში შესაქმნელია. ჩემი აზრით, პირველ ყოვლისა შესაქმნელია პატარ-პატარა კომიტეტები. მაგალითად, ყოველდღიური პროტესტის მართვის კომიტეტი. აი, იგივე ხსენებული ლევან ჯობავა შეიძლება იყოს მართვის სათავეში. ის არ ჩაერევა და ვერ ჩაერევა საერთაშორისო მეორე კომიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილი შეიძლება სხვა კომიტეტის ხელმძღვანელის იყოს, მაგრამ როგორც დიპლომატი, დიპლომატმა უნდა შემოიკრიბოს გარშემო პროტესტის მონაწილე დიპლომატები, მათთან ილაპარაკოს, გაუგზავნონ წერილი ევროკავშირს, გაუგზავნონ თეთრ სახლს, გაუგზავნონ სახელმწიფო დეპარტამენტს. იარონ ვიზიტებზე ფული საიდან არის არ ვიცი. იარონ ვიზიტებში და მაქსიმალურად გაიტანონ ხმა საქართველოს თაობაზე იმ პოლიტიკის ჩარჩოებში, რა პოლიტიკასაც შეიმუშავებენ თავად. შეიძლება თუ არა პოლიტიკური პარტიების ჩართვა ამ პროცესში, შეიძლება, არ ვიცი. შეიძლება დასაშვებია. მესამე არის პარტიების კოორდინაციის კომიტეტი. ისევ სალომე ზურაბიშვილს მივადექი, თუმცა შეიძლება სხვა იყოს. აი რვიანი რო იყო ისეთი დაახლოებით, ოღონდ უკლებლი ყველა უნდა იყოს შესული, შეყარილი მეთქი კიდე რომ წავამოწდა. პატიმრების განთავისუფლების კომიტეტი უნდა არსებობდეს, ჩემი აზრით. ყველა პატიმრის ადვოკატი ვეკილი, გაცრავად ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები, იურისტები და ეს ორგანიზაციები უნდა იყვნენ, არ ვიცი, 50 კაციანი უნდა იყოს ეს კომიტეტი. პატიმრების უფლებათა დამცველი კომიტეტი და სტრატეგიის შემმუშავებელი რას ვშვებით. საზოგადოების ინფორმირების კომიტეტი. მინდოდა სიმართლე გითხრათ, მიმეწერა ვინმე რომ აი ეს უნდა იყოს ამის ხელმძღვანელი მეთქი, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი, ხო? ერთ ადამიანთან იმართებაში. ამიტომ ისე ჰაერში დავტოვებ. 26 ოქტომბერი არის წლისთავი, წელი გადის ამ ბანდის ხელისუფლებაში ძალადობრივად დარჩენიდან, უნდა იყოს 26 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის კომიტეტი. 26 ოქტომბერს ლევან ცუსკირიძემ ითავა, გამოაცხადა ყოველ შემთხვევაში დიდი აქცია რუსთაველის გამზირზე. 28 ნოემბერის პოლიტიკურმა პარტიებმა, ლევანმა და არა მხოლოდ, უნდა აიღონ საკუთარ თავზე. აქ უნდა მართლა უპრეცედენტოდ მეთქი, მაგრამ ვიტყვოდი ასე, მაგრამ ბევრი მოქალაქე უნდა გავითეს. 26-ში და 28-ში ეს მინიმუმ ეს ორი დიდი აქცია უნდა გქონდეს. ეხლა ერთი უცნაური კომიტეტი მოვიფიქრე, ქუჩაში მართლწესრიგის დამყარების კომიტეტი. იმიტომ რომ ამათ ყავთ უამრავი პროვოკატორი, უნდა შედგებოდეს ყოფილი ძალოვანებისაგან და პოლიციელებთან ერთად. აი ამას ხაზგასმით, პოლიციელებთან ერთად შეიძლება რასწორი სხვა. პოლიციელებს უნდა ეხმარებოდნენ და არა მილიციელებს მართლწესრიგის დაცვაში. დაინახეს ვიღაცა იარაღიანი, განაიარაღეს მათაც და პოლიციასაც უთხრეს და პოლიციასთან უნდა შევიდნენ დაპირისპირებაში. მილიციისა და პოლიციის განსხვავება კი პრინციპში შესაძლებელია. ეს უნდა შედგებოდეს ყოფილი ძალოვანებისაგან და ასე შემდეგ. კიდევ ბევრი კომიტეტის გაკეთება შეიძლება. ეს არის რაღაც 7-ეული თუ ცოტა მეტი შეიძლება 7-6-7 კომიტეტი 8 კომიტეტი ჩამოვასახელე, ხო? მეტი კომიტეტი, ოღონდ ამისთვის საჭიროა დიალოგი და ჩემი აზრით ეს არის რთული, დიალოგიც კი არა თუ შეთანხმება. შეუძლებელიც არის მეთქი ასე ვიტყვი. ამიტომ ეხლა წერ და ვკითხულობ. წერე და იკითხეო, ხო? არა ჩვენ ჭკუით უნდა ვაჯობოთ ამ ბანდა ხელისუფლებას, რომელიც ესეთი რეპრესიული და ბრუტალურია. და რომელიც შეგნებულად გაგვიშვებს ჩვენ ციხეში და შეგნებულად ციხეში წასვლით უნდა წასვლა. შეგნებულად ციხეში წასვლაში არ არის პრობლემა, მაგრამ აი შეუგნებლად კი არა. როგორ გითხრა, როდესაც შედეგი არ იქნება, შედეგზე არაორიენტირებულად ციხეში წასვლა ცოტა უფრო არასწორია, ალბათ გიბოდიშებთ ყველას, ცოტა მიჭირს ამის თქმა. იმიტომ რომ გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები, ამ მოძრაობას ჭირდება გარეთ ადამიანები უფრო, ვინც არის პატიმროში უკვე, ხო მეტი ვიდრე 60 პატიმარი, ხო საკმარისი არის რა ჟღერს, მაგრამ მაინც შეწირვა საკმარისია. ყოველი ახალი პატიმრის, ასე ვიტყვი, ყოველი ახალი პატიმრის გაჩენა არაფერს გადაწყვეტს ახლა დიდად, თუმცა არავინ არ უნდა იყოს წინააღმდეგი საკუთარი თავის შეწირვისა. მეორე მხრივ რამდენადაც რთულია ამ გეგმის განხორციელება, ხო, და რთულია ასევე, ამიტომ ისევ ყოველდღიურ რეჟიმს, კიდე ყოველდღიურ აქციებს უნდა მიუბრუნდეთ და მე მიუბრუნდები და ალბათ ეს ყველაზე რთული ნაწილია, რასაც
ვიტყვი ახლა ამჩევს ვიდეო ბლოგში 25 წუთია გრძელდება პრაქტიკულად. რა უნდა ვქნათ? ცხადია, ყველას გვაქვს ჩვენი იდეები, ყველას. ერთი ავტორიტეტი ლიდერი რო აკლია პროცესს, ეს ფაქტია. უბრალოდ აკლია. გვაკლია ყველას, მაგრამ აქ წინა ლიდერებს სულაც არ მივტირი. ამაზე არ ვლაპარაკობ საერთოდ. ეს როგორ ლიდერი გვაკლია, ისიც ყველას რომ დაავალებს. აი ესეთი ავტორიტეტია, რომ რგვალმაგიდასთან კი არ განიხილავს მაინც და მაინც, არამედ დაავალებს. აი შენ მამუკა ხაზარაძე, შენ ლევან სუსკიძე, შენ გიგა ბოკერია, შენ დაავალებს შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ცოტა უფრო გამოკვეთილი იქნება და გაუთავებელ კონსულტაციებს არ გადახვება ეს პროცესი. მანამდე რა უნდა ვქნათ? მე მგონი რომ მანამდე უნდა ვქნათ შემდეგი რამ და აი აქ არის ყველაზე რთული სათქმელი. ჩვენ უნდა გავიდეთ რუსთაველზე დღეს. მე ვიქნები რუსთაველზე. მეორეჯერაც ვიტყვი ამას და მესამედ. უნდა გავიდეთ რუსთაველზე და აი ახლა დამძრახავენ, მაგრამ ჩვენ რუსთაველი არ უნდა გადავკეტოთ. ჩვენ არ უნდა გადავკეტოთ რუსთაველი, მანამ სანამ არ დავწმუნდებით რომ ჩვენი მეზობელი, მეგობარი, ახლობელი აქციის მონაწილე ზოგადად, პროტესტის მონაწილე ზოგადად 7, 8, 10,000 კაცი, 6,000 კაცი, ოკეი, არის ჩვენთან ერთად ტროტუარზე. სამართალდამცავები გადარეული არიან. როდესაც 7, 8, 10,000, 6,000 თუნდაც მოქალაქე იქნება ტროტუარზე, აი პარლამენტის წინ კიბეებთან, ჯვარი როა და 9 აპრილის მემორიალი, აი უკვე შემდგომ, ანუ მართლა საკმარისი რაოდენობა ვართ და გადავდივართ რუსთაველზე და ვკეტავთ. ამ შემთხვევაში ვერ გვახლებენ ხელს ჩემი აზრით, თუმცა ესეთი ყველაფერზე წავლეთ. და მერე უნდა გადავკეტოთ მეთქია. ესე უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად, ოღონდ პოლიტიკურმა პარტიებმა 500 კაცი უნდა შემოგვაშველონ. რანაირი პოლიტიკური პარტიები ხართ თუ 500-1000 კაცს ყოველდღიურად არ შემოგვაშველებთ? აი ეს მინდა ვიკითხო. და ასე უნდა გრძელდებოდეს კვლავ ვიმეორებ ყოველდღე. ეს აგრძელებს პროტესტს. მარტო ტროტუარზე დგომა თუნდაც მარშებია ასევე აუცილებელი რაზეც მე მგონი რეგულაციას ვერ ჩართავენ ესენი, თუმცა ამათგან მოულოდნელი არაფერი არ იქნება. და არ უნდა მივცეთ ამ რეჟიმს ახალი სინდისის პატიმრების გააჩენის შესაძლებლობა და უფლება ყველაფრის აქვთ, მაგრამ მაინც უნდა იყვნენ პოლიტიკოსები ამ აქციებზე, რომ მარტო 500 კაცი კი არ უნდა გამოვაგზავნონ, არამედ თავადაც და პირველებმა ბოდიში და მათ უნდა გადაკეთონ. აქციები კი არ რუსთაველის გამზირი. როცა 7, 8, 10,000 კაცი იქნება კვლავ ვიმეორებ. ისინი უნდა გავიდნენ რუსთაველის გამზირის შუაგულში. იმიტომ რომ ისინი არიან ასარჩევები და არა პატიოსანი სხვა მოქალაქეები. ყველანი ყოველდღე. და როდესაც გადასაკეტი იქნება კვლავ ვიმეორებ, ისინი უნდა იყვნენ წინა ხაზზე. უნდა ყოფილიყვნენ აქამდეც. ასევე ახალგაზრდები უნდა იყვნენ აქციებზე, ტროტუარზე, მეცნიერები, სამღვდლო პირები, ეგრეთ წოდებული ფეისები, ხელოვნების წარმომადგენლები და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ვიქნები დღეს საღამოს 8-ზე, 9-ზე. ვეცდები არ დავმალავ, რომ ამათ თავი არ დავაჭერინო. არ დავაჭერინო, არც არავინ არ აჭერინებს, მაგრამ მე ვეცდები, რომ ამათეული გაგებითაც კანონი არ დავარღვიო. ამათეული გაგებით თუ კანონი. მაგრამ მე მართლა გულით, გელით ყველას, ვინც ხვდებით რუსთაველის პროტესტის არსს. რაც შეეხება ჩემს მიერ ზემოთ წარმოთქმული სიტყვები, რომ უნდა იყოს და კომიტეტები, პროტესტის კომიტეტი, პარტიათა კოორდინაციის კომიტეტი, საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი და ასე შემდეგ, ბურთი და მოედანი პოლიტიკოსებო, რომლებიც არ ვარგი ხართ. ბურთი და მოედანი და გააკეთეთ. ჩემი ავტორიტეტი, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველასი, ხო, ამას არ ეყოფა. მე რო გითხრათ, რომ ეხლა მოდი მე ვაკეთებ მედიასთან ურთიერთობის კომიტეტს თუ მედია კოორდინაციის კომიტეტს. მით უმეტეს აი მედია კოორდინაციას კიდე შეიძლება თეორიულად მოვერიო, მაგრამ რო გითხაროთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტს ვაკეთებ, მეთქი არა და ეს და მეპარაცია კი არ თქვი ეხლა. ამგვარობები არის აუცილებელი. აქციაზე დღევანდელზე გითხარით, მე მოვუწოდებ ყველას, რომ არ დააჭერინოთ ამ ბრუტალურ და საშინელ ხელისუფლებას თავი, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამათ დავუთმოთ. და ახალი იდეები, ხა მე ეს მოვიფიქრე უხეშად ლაპარაკობ 24 საათში და
24 საათი დაახლოებით პლუს მინუს 20 საათი ხო ძილის ხო მინდოდა 16 საათი იქნება სხვა იდეებიც გქონდეთ ადამიანებო. ნახვამდის